დაბადება. თავი მეცხრე. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ დედამიწა. ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა არსებას, რაც დედამიწაზე იწვრის, და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული. ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელად გქონდეთ, ისევე როგორც მწვანე ბალახი, თქვენ გაძლევთ ყველაფერს. მაგრამ ნუ შეჭამთ ხორციელს მის სიცოცხლესთან ერთად, რომელიც მისი სისხლია. უსათუოდ მოვიკითხავთ თქვენს სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიყვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი. თქვენ კი ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოშენდით დედამიწაზე და მომრავლდით მასზე. და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად: აჰა, აღთქმას ვდებ თქვენთან და თქვენ შთამომავლობასთან. ყოველ სურდგმულთან, რომელიც თქვენთანაა, ფრინველთან, პირუტყვთან და მიწის ყოველ მხეცთან, რომელიც თქვენთანაა, ყველასთან, ვინც კიდობნიდან გამოვიდა. აღთქმას გიდებთ, რომ ამიერიდან წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღვნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად. თქვა ღმერთმა: ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ. ჩემი ცისარტყელა დავადგინე ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული აღთქმის ნიშანი. როცა გადავაფარებ ღრუბლებს დედამიწას და გამოჩნდება ღრუბლებში ცისარტყელა, გავიხსენებ აღთქმას, რომელიც ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის დავდე და აღარ იქცევა წყალი წარღვნად, ყოველი ხორციელის დასაღუპად. გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას, ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე. და უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავდე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რომელიც კი ცხოვრობს დედამიწაზე. ესენი იყვნენ ნოეს ძენი, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი, და იყო ქამი ქანაანის მამამთავარი. ეს სამნი იყვნენ ნოეს ძეები და მათგან იქნა დასახლებული მთელი დედამიწა. დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება და გააშენა ვენახი. დალიაღვინო, დათვრა და გაშეშვლდა თავის კარავში. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამამისის შიშიშვლე და შეატყობინა თავის ორ ძმას, რომლებიც კარვის გარეთ იყვნენ. აიღეს სემმა და იაფეთმა მამის სამოსელი და დაიდეს მხრებზე და წავიდნენ პირუკო და დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე და რადგან პირი უკან ჰქონდათ მიმართული, არ დაუნახავთ თავიანთი მამის სიშიშვლე. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე. თქვა: წყეული მციყოს ქანაანი, თავისი ძმების მსახურთა მსახური იყოს. და თქვა: კურთხეულია უფალი, სემის ღმერთი, მის მსახურად იყოს ქანაანი. განავრცოს ღმერთმა იაფეთი და სემის კარვებში დაემკვიდროს, მის მსახურად იყოს ქანაანი. იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ 350 წელი. და იყო ნოეს დღეები სულ 950 წელი და გარდაიცვალა.